ვულპიტის მწვანე ბავშვების ისტორია შუა საუკუნეების ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ლეგენდაა. მე-12 საუკუნეში მწვანი კანის მქონე ორი ბავშვი სოფელ ვულპიტში გამოჩნდა. მათმა უცნაურმა ენამ და არაამქვეყნიურმა გარეგნობამ საუკუნეების განმავლობაში უამრავი თეორია და ინტრიგა წარმოშვა. ინგლისი, მე-12 საუკუნე, პატარა მშვიდი სოფელი. აქ ცხოვრება მარტივი იყო. დილით გლეხები მინდორში გადიოდნენ, საღამოს ბრუნდებოდნენ. ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობდა. მაგრამ ერთ დღეს მოხდა ის, რაც სოფელმა ვერასოდეს დაივიწყა. მემატიანეების, რალფ კოგეშელისა და უილიამ ნიუბურგის ცნობების თანახმად, ორმა გლეხმა, რომლებიც მგლებისთვის გათხრილ ორმოებს ამოწმებდნენ, უცნაურ ხმას მოჰკრეს ყური. არა, ეს არ იყო მგლის ხმუილი, არც ქარის ხმა. ეს იყო ბავშვების ხმა. გლეხები შეჩერდნენ, ხმას მიჰყვნენ და იქ, ღრმა ორმოს კიდესთან, დაინახეს ორი პატარა ფიგურა, ბიჭი და გოგონა. მაგრამ რაღაც არ იყო სწორი. როცა მათ მიუახლოვდნენ, შიშისგან გაიყინნენ. ბავშვების კანი მწვანე იყო. არა უბრალოდ ფერმკრთალი, არამედ მწვანე, როგორც ახალი ბალახი. მათ ეცვათ უცნაური ტანსაცმელი, ისეთი როგორიც სოფელში არავის ენახა. და როცა გლეხებმა მათ მიმართეს, ბავშვებმა უპასუხეს უცნაურ ენაზე. ეს არ იყო ინგლისური, არც ლათინური, არც რომელიმე ცნობილი ენა. ეს იყო რაღაც სრულიად უცხო. თავდაპირველად ბავშვები ადგილობრივი მიწის მესაკუთრის, სერ რიჩარდ დე კალნის სახლში წაიყვანეს. სოფლის მოსახლეობა შიშით უყურებდა მათ. ზოგი ფიქრობდა, რომ ისინი ეშმაკის შვილები იყვნენ, ზოგი, რომ ტყიდან მოსული სულები. მაგრამ როცა ბავშვებს საჭმელი შეესთავაზეს, მოხდა კიდევ ერთი უცნაური რამ. მათ არაფერი შეჭამეს, არც პური, არც ხორცი, არც ხილი. ისინი უბრალოდ უყურებდნენ, სანამ ერთ დღეს მათ დაინახეს მწვანე ლობიო. ამაზე მათი თვალები უცებ განათდა. ისინი ეცნენ ლობიოს და სიხარულით დაიწყეს ჭამა. თითქოს ეს იყო ერთადერთი რამ, რასაც ცნობდნენ. დღეები გადიოდა, ბიჭი დასუსტდა. ის ჩუმად იწვა, არაფერს ამბობდა და ერთ დილას მან აღარ გაიღვიძა. გოგონა მარტო დარჩა. დროთა განმავლობაში ის ნელ-ნელა შეიცვალა. მწვანე ფერი გაქრა და ჩვეულებრივი გახდა. მან ისწავლა ინგლისური და ბოლოს მან მოყვა თავისი ამბავი. მან თქვა, რომ ის არ იყო ამ სამყაროდან. ის მოვიდა ადგილიდან, რომელსაც წმინდა მარტინის მიწა ერქვა. იქ არასოდეს ანათებდა სუმრი. ყველაფერი იყო ბინდში, ცა ნაცრისფერი იყო, მიწა ჩუმი. ყველა ადამიანი მწვანე იყო. მან თქვა, რომ ერთ დღეს ის და მისი ძმა პირუტყვებს უვლიდნენ. უცებ გაიგეს უცნაური ხმა, მაღალი, უცნობი. ისინი მიყვნენ ხმას და შემდეგ ყველაფერი გაქრა. როცა თვალები გაახილეს, ისინი უკვე ვულპიტში იყვნენ. გოგონა გადარჩა, მოინათლა და ბოლოს ინგლისურ საზოგადოებაში ინტეგრირდა. მან მიიღო სახელი აგნესი და სერ რიჩარდ დე კალნის ოჯახში მუშაობდა. ზოგიერთის ცნობით, იგი მოგვიანებით დაქორწინდა და სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრა. საუკუნეები გავიდა. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ბავშვები უცხო პლანეტელები იყვნენ, რაც მათ უჩვეულო ფერს და ენას ხსნის. ზოგი ასევე ამტკიცებს, რომ მიწისქვეშა არსებული სამყაროდან ამოვიდნენ, რაც მათიე წმინდა მარტინის აღწერას შეესაბამებოდა. ისტორიკოსი პოლ ჰარისის აზრით, რაც წმინდა მარტინის მათეულ აღწერილობას შეესაბამებოდა. ისტორიკოსი პოლ ჰარისის აზრით, შესაძლოა ბავშვები ფლამინდელი ემიგრანტები იყვნენ. ამიტომაც უცნაური ტანსაცმელი და ენა ვულპიტის სოფლის მოსახლეობისთვის უცხო იყო. ზოგიერთი თანამედროვე მკვლევარი ვარაუდობს, რომ ბავშვებს შესაძლოა ქლოროზი აწუხებდათ, მდგომარეობა, რომელიც რკინის დეფიციტით არის გამოწვეული. არავინ იცის, ვინ იყვნენ ეს ბავშვები, მაგრამ ერთი რამ დარწმუნებით ვიცით. ერთ დღეს პატარა ინგლისურ სოფელში ორი ბავშვი გამოჩნდა, რომლებიც ამ სამყაროს არ ეკუთვნოდნენ და მათი საიდუმლო დღემდე ცოცხალია. ასე თუ ისე, ვულპიტის მწვანე ბავშვები ინგლისურ ფოლკლორის მომხიბლელს და იდუმალ ნაწილად რჩება. ამ ამბის სიუჟეტი სხვადასხვა ფორმითაა გადმოცემული. ლიტერატურაში, პიესებში და სამეცნიერო არტიკულებში.